გამარჯობა, დღეს 19 ივლისია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1976 წლის 19 ივლისს დაიბადა ინგლისელი მსახიობი ბენედიქტ კამბერბეჩი. მან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა 2010 წელს შერლოკ ჰოლმსის როლის შესრულებით. 1834 წლის 19 ივლისს დაიბადა მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრანგი მხატვარი, სკულპტორი და გრავიორი ედგარ დეგა. 1987 წლის 19 ივლისს დაიბადა ამერიკელი ყოფილი MMA მებრძოლი, ჯონ ჯონსი. ის ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს და ყველაზე დომინანტ მებრძოლად MMA-ის ისტორიაში. ჯონ ჯონსი არის იმ იშვიათ მებრძოლთა შორის, ვინც იყო ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონი. 1985 წლის 19 ივლისს დაიბადა ამერიკელი ყოფილი კალათბურთელი ლამარკუს ოლდრიჯი. ის NBA-ში თამაშობდა 16 სეზონის მანძილზე. 1814 წლის 19 ივლისს დაიბადა ამერიკელი გამომგონებელი, მრეწველი, ბიზნესმენი, ცნობილი კოლტის პატენტის დამაარსებელი სემუელ კოლტი. მან შექმნა პირველი კომერციულად წარმატებული რევოლვერი და სათავე დაუდო იარაღის მასობრივ წარმოებას, რამაც სამუდამოდ შეცვალა როგორც სამხედრო საქმე, ისე ამერიკის ისტორია. 1971 წლის 19 ივლისს დაიბადა უკრაინელი ყოფილი მოკრივე და ამჟამად პოლიტიკოსი ვიტალი კლიჩკო. ის არის მსოფლიო ჩემპიონი მძიმე წონაში 3 ვერსიით. კარიერის მანძილზე მან ჩაატარა 47 ბრძოლა, საიდანაც 45 მოიგო, მათ შორის 41 ნოკაუტით. 2014 წლიდან ის იკავებს კიევის მერის თანამდებობას. 1947 წლის 19 ივლისს დაიბადა ინგლისელი მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი, ცხოველთა უფლებების დამცველი და ასტროფიზიკოსი ბრაიან მეი. ის მსოფლიომ გაიცნო როგორც ლეგენდარული როკ ჯგუფის Queen-ის თანადამფუძნებელი და წამყვანი გიტარისტი. მეი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი გიტარისტი როკ მუსიკის ისტორიაში. 1962 წლის 19 ივლისს დაიბადა ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი ენტონი ედვარდსი. მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ექიმი მარკ გრინის როლის შესრულებით სერიალში სასწრაფო. 1893 წლის 19 ივლისს დაიბადა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი რუსი პოეტი, დრამატურგი, სცენარისტი, რეჟისორი, მსახიობი, მხატვარი, რუსული ფუტურიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი ვლადიმერ მაიაკოვსკი. ის დაიბადა საქართველოში, სოფელ ბაღდადში, რის გამოც საქართველოს დიდი როლი უჭირავს მის შემოქმედებაში, რაც კარგად ჩანს მის ლექსში ვლადი კავკაზი ტიფლისი. 1938 წლის 19 ივლისს დაიბადა ქართველი მსახიობი, მომღერალი, სცენარისტი, რეჟისორი, სიმღერების ავტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, უკრაინის დამსახურებული არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ბუბა კიკაბიძე. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.